ჰიტლერთან ომში საბჭოთა კავშირმა 27 მილიონი ადამიანი დაკარგა. Half of the people died from 27 მილიონი ადამიანი. ის ფაქტი, რომ ევროპა ვერ პოულობს გზას, სათანადოდ მიაგოს პატივი ომში დაღუპულებსა და მათ გმირულ თავგანწირვას, შემაძრწუნებელია. რადგან ომში დაღუპულებმა თავი მთელი კაცობრიობისთვის გაწირეს. ეს უბრალოდ ენით აღუწერელი გმირობა იყო. ეს არის ჩემი ფუნდამენტური არგუმენტი. მეორე არგუმენტი, რომელზეც ვისაუბრებ, ასევე ამ თემას ეხება. მნიშვნელოვანია განსხვავებული გზის დემონსტრირება. 1963 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთმა პრეზიდენტმა, რომელიც მე მომწონდა, შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა. ეს მოხდა 1963 წლის 10 ივნისს და თითოეულ თქვენგანს მოუწოდებ მოусმინოს მის არაჩვეულებრივ გამოსვლას. ეს მოხდა ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში და ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით თანამედროვე ისტორიაში ეს საუკეთესო გამოსვლა იყო. კენედის მთავარი მოწოდება იყო მშვიდობისკენ სწრაფვა, რაც იმდროინდელი კონტექსტის გათვალისწინებით ძალზე უჩვეულო იყო. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რამდენიმე თვით ადრე კარიბის ზღვის კრიზისი აქტიურ ფაზაში იყო, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო გაანადგურა. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით კენედიმ განაცხადა, რომ რაღაცები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამასთანავე კენედიმ კარგად იცოდა, რომ მისი ადმინისტრაციაში მის მიმართ დიდი წინააღმდეგობა არსებობდა. ამის ნათელი დასტურია ის, რომ კენედიმ მისი გამოსვლის ტექსტი მხოლოდ ერთი დღით ადრე გაასაჯაროვა, რადგან არ სურდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტსა თუ თავდაცვის დეპარტამენტს ჩაეშალათ მისი გამოსვლა. ასე რომ მან გადაწყვიტა მის ბრწყინვალე სპიჩრაითერთან, ტედ სორენსენთან ერთად მოემზადებინა ტექსტი. ტედ სორენსენს ვიცნობდი და საბედნიეროდ შემიძლია მას მეგობარიც უწოდა. სიტყვით გამოსვლის ტექსტი არ მოუწოდებს საბჭოთა კავშირს რაიმეს გაკეთებისკენ. პირიქით, ის სრულად ამერიკელი ხალხისკენაა მიმართული და ეუბნება მათ. ხვდებით, რომ მეორე მხარესაც ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც ჩვენ. მათაც ისევე სურთ მშვიდობა, როგორც ეს ჩვენ გვსურს. მთელი გამოსვლა ამერიკელი ხალხისკენ იყო მიმართული და არა საბჭოთა კავშირისკენ. ჩვენ უნდა გააკეთოთ ასე, თორემ ჩვენ მაქსიმალურ სანქციებს დაგიწესებთ. მსგავს რიტორიკას კენედის გამოსვლაში ადგილი არ ჰქონია. კენედი ამერიკელებს მოუწოდებდა, რომ დრო იყო ამერიკული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ გადასინჯოს დაქვემდებარებოდა. უნდა მომხდარიყო იმის გაცნობიერება, რომ მშვიდობის დამყარება შესაძლებელია. ერთ მომენტში კენედი ამბობს, რომ თანამედროვე გამოწვევები ადამიანის ხელითაა შექმნილი და სწორედ ამიტომ მათი დაძლევა ადამიანის ხელითვეა შესაძლებელი. თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კენედი აკეთებს ამ დროს, არის საბჭოთა კავშირის და მისი მოქალაქეების შეკრება, მათი სიმამაცის, გმირობის და იმ უდიდესი მასშტაბის დანაკარგების გამო, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში განიცადა. 1963 წელს, ცივი ომის პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საბჭოთა კავშირს სიტყვით გამოსვლის ასაკებდა. რა მოხდა მერე? მეორე დღეს ნიკიტა ხრუშჩოვმა მოისმინა კენედის მიერ წარმოთქმული სიტყვა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მოსკოვში, ავრილ ჰარიმანი მოიხმო. ხრუშჩოვმა ჰარიმანს უთხრა, რომ მისი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ყველაზე დიდებული სიტყვით გამოსვლა იყო რუზველტის შემდეგ. მე მინდა თქვენს პრეზიდენტთან ერთად მშვიდობა დავამყარო. ამ მოვლენებიდან 5 კვირის შემდეგ კენედიმ და ხრუშჩოვმა ხელი მოაწერეს ბირთვული გამოცდების ნაწილობრივ აკრძალვის ხელშეკრულებას. აქამდე საქმე არა მუქარამ, არამედ მეორე მხარის დაფასებამ მიიღო. 5 კვირაში მათ გააკეთეს ის, რაზეც ორივე მხარე 10 წლეულზე მეტხანს ვერ თანხმდებოდა. მოგვიანებით, უდიდესი ალბათობით, სწორედ ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატების შიდა სტრუქტურებმა მოკლეს კენედი. ეს არის მწარე სიმართლე. კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსია კიდევ ერთი ტყუილი იყო, რომელიც ხალხს დააჯერეს.
ფაილები, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, ამ აზრს კიდევ უფრო ამტკიცებს. ეს შიდა სამთავრობო შეთქმულება იყო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კონტრდაზვერვის უფროსს წლების განმავლობაში ჰქონდა უდიდესი მოცულობის მქონე დეტალიზირებული ფაილები ლი ჰარვი ოსვალდის შესახებ მის საველებაში. ოსვალდი ვიღაც უბრალო მარტოხელა შეშლილი არ ყოფილა. ის იყო ადამიანი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სისტემაში გარკვეულ როლს ასრულებდა. in some way part of the US intelligence something. Now, რასაკვირველია, ამაზე საუბარი ცალკე დისკუსიის საგანია. თუმცა ჩემი აზრით, კენედი მათ მოკლეს. მშვიდობის მსურველებს ასე ხშირად ემართებათ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.